Na 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 na. მოდი ჩემთან. Na 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 na. Oh. მოდი ჩემთან. რა არის ეს ხმა? საიდან მოდის? ჰეი, ახლა ვინმე მეხუმრება? სად ხარ? მოდი ჩემთან. კარგი რა, ბავშვებო, გაჩერდით, ხუმრობა მაგარია, მაგრამ სასაცილო აღარ არის. სადღაც აქ ხარ, შეწყვიტე ჩემი გაპრენკვა, არ მეშინია. მოდი ჩემთან. ბოგდან, გაიღვიძე, რაღაც უცნაური ხდება. რა მოხდა? ბოგდან, რაღაც უცნაური ხმები ისმის, მე არასდროს არ მომისმენია ისინი და მე მსგავსი არაფერი არ მინახავს. ჟენია, ახლა არ არის შენი ახალი ხუმრობების დრო, ძალიან მეძინება. არ მაქვს შენი ნერვები, ძილი მინდა რომ გავაგზელო. მეც ხუმრობა მეგონა, მაგრამ ეს ასე არ არის. რაღაც უცნაური ხმები გავიგე, მართლა გეუბნები. გთხოვ, წავიდეთ, გთხოვ. ჰო, ფსონს ვდებ რომ წყალს გადამასხა, მან ფხილს დამაყრი. ჯობია გოგოებთან წახვიდე. წადი და ისინი გაფრენკე, მე დამანებე თავი. მეგობრები ამას ერთმანეთს არ უკეთებენ. ძილი შენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, როცა ასეთი სერიოზული რამე ხდება სახლში. რა არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება რომ მოხდეს? მაქსიმუმ მაცივარი ზუზუნებდეს. მაშინ გააგზელე ძილი. მე მეგონა ჩემი მეგობარი იყავი. გოგოებო, თქვენ აქ ხართ? რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ. სხვაგან სად ვიქნებოდი? რა მოხდა? რატომ ხარ ასე შეშინებული? კიბეებზე ჩამოვდიოდი და უცნაური ხმები გავიგონე. შევეცადე გამოგო საიდან მოდიოდა ეს ხმები. შემდეგ გავაღე კარი და რა იყო იქ? კარგი რა, ეს ჟენია ისე ხუმრობს. თუ ახლა მასთან ერთად წახვალის გატპრენკავს და TikTok-ს გადაიდებს. რატომ მაგჯერად ჩემი? იქ უცნაური ხმები ისმის, მართლა? მე თქვენ არ გეხუმრებით, ბავშვებო. გასულ კვირას მონსტრები იყვნენ და ადრე თქვი რომ გორილა შემოვარდა სახლში. საქმე ნახე რა, გთხოვ. ამის ნამდვილად არ მჯერა ჟენია. შენ ალბათ ძალიან ბევრი ვიდეო თამაში ითამაშე. დედა მართალი იყო, შენ არ უნდა ითამაშო ძალიან ბევრი თამაში. ეს არ არის ხუმრობა და თამაშები არაფერ შუაშია. ეს ყველაფერი რეალურია. თუ ჩემი მეგობრები ხართ, ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ. კარგი, მაგრამ თუ ეს ხუმრობაა, საერთოდ არავინ დაგელაპარაკება, გაიგე? გასაგებია? გავიგე. ჰეი, გაჩერდი, მოდი დავუძახოთ ბოგდანს. კარგი, აქ დაგელოდებით. ჰეი, ბოგდან, გაიღვიძე რა, რატომ გზინავს? რა გინდა? ჯერ ჟენია მაწუხებდა და ახლა შენ? წამო ჩვენთან ერთად, თუ ჟენია მართალია, შეიძლება შენი დახმარება დაგჭირდეს. გეუბნებით, ეს მორიგი ხუმრობაა. კარგი, წავიდეთ. მაშ სად არის შენი ხმები? ახლა გაიგებთ. აბა რა არის იქ? როდესაც აქ ვიყავი, გავიგე ძალიან უცნაური ხმა, საშიში ხმა. როგორიცაა? მოდი ჩემთან და მოდი აქ. მსგავსი რამეები. რა კარგია, მოჩვენებებით გინდოდა ჩვენი შეშინება? ვიცოდი რომ სისულელე იყო, ტყუილად გამაღვიძა. არა და ისეთი მაგარი სიზმარი ვნახე. რა ნახე? წარმოიდგინე, მე მივირბოდი და ლედი დიანა ჩემსკენ მორბოდა ორი ბურგერით ხელში. გამოიქცა და ხმამაღლა თქვა: ბოგდან, მიყვარხარ. აზე იცინით, საკმაოდ ნორმალური სიზმარი იყო. ჩემო ძვირფასო ბოგდან. კარგი, მივხვდი. მე ისევ დავიძინებ. ჩვენ შენთან ერთად მოვდივართ ბოგდან. ჰეი, ბოგდან. სამუდამოდ მეყვარები. ჰეი, სად მიდიხართ? ჩემს პრობლემას რა უყოთ? მოდი ჩემთან. შეწყვიტე ჩემთან საუბარი. ვაიმე. რა მოხდება თუ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა? დედა მართალი იყო, მე უკეთ უნდა ვისწავლო ინგლისური. ეს არც ისე სწაფია, მე მეგონა ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა. ძალიან რთულია, ალბათ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. და რასელოდი? ყველა თავის გაკეთება კიდევ უფრო რთულია. ხო, მართალია. შეიძლება წყალი დავლიო? გთხოვ, მწყურია. რა თქმა უნდა, ერთი წამი. მოდი ჩემთან. ვინ არის აქ? გთხოვ, ძალიან მეშინია, თუ ეს ხურობა, კამარა. ძალიან მეშინია.
ბიშველეთ ზოჰატა ის მართალი იყო ვინ ჟენია სიმართლეს ამბობდა და ჩვენ მას დავცინეთ ის მართალი იყო მოიცა ნიკო რა არის სიმართლე რა საპარაკო რას გულისხმობ ჟენია სიმართლეს ამბობდა მართლაც რაღაც უცნაური ხმები ისმის ისე უჩნაურად ჟღერს დარწმუნებული ხარ რომ ეს ხუმრობა არ არის 100%-ით დარწმუნებული ვარ მოდი წავიდეთ ბიჭებთან წამო ბოგდან, გაიღვიძე, ეს ყველაფერი მართალია, გაიღვიძე. ავიღალი ამდენი გაღვიძები, დამანებეთ თავი. ლედი დიანა ისე ვნახე, ისეთი ლამაზი იყო. არაუშო სექსიზმარი დაგელოდება, შენი დახმარება გჭირდება. ამ სახლში მშვიდობა არ გვაქვს. რაღაც ყოველთვის ხდება. ჰეი, ჟენი, აქ ხარ? კი, მე ინგლისურს ვსწავლობ. რა? ინგლისურს სწავლობ? დედამ ფული მოგცა რომ გესწავლოთ რა? არა, მივხვდი რომ ძალიან ბევრ ვიდეო თამაშს თამაშობდი. ამიტომაც მეჩვენება რაღაცეები. ეს არ არის ვიდეო თამაშები, ეს ყველაფერი მართალია. იქ ხმა ისმის, მე თვითონ გავიგე. 22 ხნები გავიგონე. რა? მართალი ვიყავი? მორჩა, ნახვამდის ინგლისური. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. წავიდეთ. კარგი, აბა გისმენთ. რა ხდება აქ? 22 ხმა გავიგე. მეც გავიგე, ხმა მეძახოდა. ო, მეც გავიგე იგივე ხმა. სასაცილო აღარ არის, თქვენ ერთნაირი და საშიში ხმები გესმით. ეს ყველაფერი გონი მართლა რეალურია. რა სიტყვი იქ წასვლაზე და დათვალიერებაზე? მე არასდროს არ ყოფილა რა ოთახში მას შემდეგ რაც ამ სახლში გადავედით. სულ მეშინოდა ამ ოთახში შესვლა, ამიტომ სიმართლე გითხრათ, არ მინდა რომ იქ შევიდე. სხვანაირად როგორ გავიგებთ რა არის? კარგი, მე მივდივარ. აუφ. ოჰ! ეს რა იყო? წარმოდგენა არ მაქვს. ჟენია, კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. როგორც ხედავ, ჯერ კიდევ ცოცხალი ძალიან ვარ. ველავდი. დაინახეთ, ოთახში თითქოს რაღაც გადმოვარდა. დავინახე, ძალიან შემეშინდა. მე ისე შემეშინდა, მაშინვე შენთან ერთად გამოვიქეცი. უნდა წავიდე და ვნახო რა ხდება იქ. იქნებ გავიგოთ რა ხდება ამ სახლში. მართალი ხარ, ბოგდან? მიდი. ვისურვებდი რომ მასე არასდროს მესწავლა. ნახეთ რა ვიპოვე. ჟირფასო დღიურო. იმიტომ გწერ რომ შენს გარდა მე არაფერი არ დამჩენია. როდესაც ჩემი ოჯახი ამ სახლში ცხოვრობდა, მე შევედი საიდუმლო ოთახში, სადაც ბავშვები კრებიან. მეგონა რომ ადვილად გამოვიდოდი. მაგრამ ესპი არ გამომივიდა, თვეები არ გამომივიდა, სანამ არ დავწერილი ყველა დავალება. ვისურვებდი რომ უკეთ მომესმინა მასწავლებლებისთვის სკოლაში, უკეთესად რომ მესწავლა. აჰა, ეს ისევ აქ არის. ბავშვი ხარ, არასოდეს შემოხვიდე აქ, არასოდეს. არა, გთხოვ, არა. ვაიმე. როგორც მივხვდი, ეს ვიღაც ბავშვის ლიგვია, რომელიც შევიდა ამ ოთახში. როგორ შეგეძლო ამ სახლში გადასულიყავით და ყველა ოთახი არ შეგვემოწმებინა? დედამ ყველა ოთახი შეამოწმა მგოემი. არ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი სისულელეა და უცნაური რამ არ ხდება? მაქსიმუმ სარეცხი მანქანას უზუნებდეს და მისი ხმა იყოს. დანარჩენი თქვენი ფანტაზიაა. იმას ნიშნავს რომ ეს ყველაფერი ჩვენ მოვიგონეთ? გონია გავგიჟდით და ჩვენ ვერ ვხედავთ სად არის სარეცხი მანქანა და უცნაური ოთახი? შენ არ ხარ გიჟი, ზედმეტად გზნობი არ ეხარ. როა ბოლო მოეღოს ამას. მორჩა, წავედი. სად მიდიხარ ბოგდან? საშიში სამუშაოა პატარავ, მაგრამ ვიღაცამ უნდა შეასრულოს. როგორ ფიქრობ, ის კარგად არის? იმედი მაქვს ასეა. ბოგდანი ნამდვილი კაცია. თუ ის არ დაბრუნდა, ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება. სისულელეებს ნუ ლაპარაკობის დაბრუნდება. ნახავ.
ეს ბოგდანია, მას ჩვენ დახმარება სჭირდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რომ ხაფანგში არ ჩავარდეს. ჰეი, კარგი რა. ბოგდან, შენ, იცი ვინ ხარ? ვინ ვარ? სულელი ხარ, იმიტომ რომ ყველანი უგედავდეთ შენზე. ოჰ, ბოდიში. მოდი წავიდეთ ოთახში, გითხარი რაც ნახე. კარგი, ჩვენ ყველანი გისმენთ. არაფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივი ოთახია. და ეს დღიური ვინის როლა და საიდან მოდის ეს შუქი და ეს ხმები? არ ვიცი, ეს უნდა იყოს ჰაერის გაჟონვა და ნათურები და მე შენ მაცნობიერებამ დაიწყო შენი მოტყუება. შენ უბრალოდ ინერვიულე. ისე არ ვიცი, მგონი ჯერ ყველაფერი არ გაგვიკვევია. რაღაც ნამდვილად ხდება. კარგი რა, არაფერია სანერვიულო, იქ საშიში არაფერი არაა. კარგი, მიხარია რომ ეს დასრულდა. ავიდეთ, ზევით და ვითამაშოთ რამე. ცოტა გავერთოთ. დიახ, წავიდეთ, ცოტა უნდა დავშვიდეთ. წავიდეთ. სადით და მოვალ. კარგი, დაგვეწიე. კარგი. ეს არ შეიძლება იყოს ჩემი ფანტაზია. არის რაღაც, რაც ახსნის ამ ყველაფერს. ეს ოთახი მხოლოდ ბავშვებს იტაცებს, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ოთახი მათთვის, ვინც 16 წელზე დიდია. აქ რომ შევედი, მშობლები მეძებდნენ, მაგრამ ვერ მიპოვეს. ცადე მათთან საუბარი, ვხედავდი მათ, მაგრამ საერთოდ ვერ შემამჩნიეს. საერთოდ ვერ დამინახეს და ვერ მიპოვეს. როგორც ჩანს, მე პარალელურ სამყაროში აღმოჩნდი გაჭედილი. ასე რომ ბოგდანი კარგად არის, რადგან ოთახი მას ზდასრულად თვლის. ვა, ეს ძალიან საინტერესოა. კვირილი გაიგონეთ? ჟენია! დარჩი აქ ნიკოლ, წავალ და შევამოწმე. შენთან ვარ. კარგი. რა არის ეს? ჰეი, რა ჭირს შენ ხმას? ჟენია, ჰეი, ჟენია, რა მოხდა? ბოგდან, ზატა, მე აქ ვარ. ბავშვებო, ვერ მხედავთ? ის აქ არ არის. მოდით წავიდეთ უფრო შორს. ბავშვებო, აქ ხართ და ვერ მხედავთ? ჰეი, ბავშვებო, მე აქ ვარ. ბავშვებო, ბავშვებო! როგორ გავიდი ახლა? რაც შეიძლება მალე უნდა მოვიფიქრო რამე. ვინ არის აქ? ვინ ხარ შენ? რა გინდა? მე ვარ ამ ოთახის ხმა, ძალიან ბევრ კითხვას ვსვამ. რატომ იტაცებ ბავშვებს? მე მათ გასვლის შანს ვაძლევ, ბავშვებს არ სურთ სწავლა. მათ გონიათ, რომ რეალური ცხოვრება შორს არის, მაგრამ მე სიმართლეს არ შეესაბამება. შენ უკვე ცხოვრობ ცხოვრებით. შენ ამბობ, რომ გასვლის შესაძლებლობას მაძლევ. როგორ შემიძლია ამის გაკეთება? შენ უნდა ამოხსნა ამოცანა. ამოცანა ისევე როგორც სკოლაში? დიახ. მოიცადე, რა ამოცანა? მითხარი! ჯანდაბა, ცუდადაა ჩემი საქმე. კარგი, უნდა ვცადო გასვლა. გამიშვი! კარგი, იქნებ ის აქ არის? იპოვე ის? არსად არ ჩანს. მე შევამოწმე მთელი სახლის, მართლაც იმ ოთახმა მოიტაცა. ის ასად არ არის. რატომ არ მოგვიტაცა მე და ზლატა? არ ვიცი, მოდი გადავხედოთ დღეურ. შეიძლება იქ იყოს მინიშნებები. ეს ოთახი მხოლოდ ბავშვებს იტაცებს და ეს არის ჩვეულებრივი ოთახი მათთვის, ვინც 16 წელზე დიდია. 16 წელზე დიდი თქვი? ამიტომაც არ ჩავრჩი იქ. აქ რომ შევედი, მშობლები მეძებდნენ, მაგრამ ვერ მიპოვეს. ცადე მათთან საუბარი, ვხედავდი, მაგრამ საერთოდ არ შემამჩნიეს. ვეძახდი, უყვიროდი მათ, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ მხედავდნენ. ეს ყველაფერი როგორც ჩანს, პარალელური სამყარო იყო. ეს ნიშნავს, რომ ეს ოთახი არის კარი პარალელური სამყაროსკენ? და მას ეწოდება მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. ამიტომაც არ ჩავრჩით ჩვენ. 16 წელს გადაცილებულები ვართ, მაგრამ ჟენია არ არის. ის ნამდვილად გაიტაცა იმ ოთახმა? რა ვქნათ ახლა? გავაგრძელოთ დღიურის კითხვა, იქნებ რამე გავარკვიოთ. რამე ახალი გავიგოთ. მოდი წავიკითხოთ. შეხედე, აქ კიდევ რაღაც არის. გითხარი რა არის? გამოსვლა მხოლოდ მაშინ მოახერხე, როცა ამოცანა შევასრულე. ხმა, რომელიც ცხოვრობს ამ ოთახში, არის სკოლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ახლა ბავშვებს იჭერს. თუ ამოცანას ამოხსას მოახერხე, თავისუფალი ხარ. თუ არა, მაშინ. ჰეი, რა წერია შემდეგ?
რა წერია? რას ამბობს? შემდეგ მითხარი, მიდი წაიკითხე. შემდეგ არაფერი წერია, მაგრამ მე ვფიქრობ ის ამბობს, რომ მაშინ შენ სამუდამოდ დარჩები ოთახში. იმედია ჟენია ამოცანის ამოხსნას შეძლებს. ეგ ფაქტი ყველაზე მეტად მაშინებს. დიახ, შენია წარმოუდგენლად მამაცია, მაგრამ ამოცანები არ არის მისი ყველაზე ძლიერი მხარე. რა მოხდება თუ ის ვერ ამოხსნის? იქ და ვერ ამოხსნას და ჩაიჭრას. მას მხოლოდ ერთიც დააქვს. და რა უნდა ვქნათ? მე წავალ და დავეხმარები მას. თუ ამას შევძლებთ, ჩვენ ერთად დავბრუნდებით. თუ არა, მაშინ ჩვენ სამუდამოდ დავრჩებით იქ. ნუ გააკეთებ ამას, ნუ გარისკავთ, ხო? ის ჩემი ძმაა და მე მას არ დავტოვებ. მიდი აჩვენე ამ ოთახში ვინ არის სახის ნამდვილი მფლობელი. აუცილებლად ორივე დაბრუნდებით. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მიყვარხარ და დედა და ჩვენი გამომწერები და მაიკლი და კიკი და ბებია. გავიგეთ, ნიკო, ყველა გიყვარს. ო, სლატაშე გააფუჭე მომენტი. ნიკო. უი, ეს არ არის ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება. გამარჯობა, რა ხდება აქ? რა შვებით? ხო, ჩვენ უბრალოდ ვერთობით. რა იყო? არა, არაფერი. სად არიან ნიკოლი და ჟენია? ისინი არ უთხრა, მაინც არ დაიჯერებს. ისი ფიქრებს, რომ ჩვენ რაღაც პრობლემაში ვართ. ხო, სასერნოდ წავიდნენ. კარგი, რატომაც აგიყვანეს თქვენს? ჩვენ სახს ვიცავთ. რა? ეხუმრებით, ასე გადაწყვიტეს. მარტო წავიდნენ. კარგი. ხმა, ეს შენ ხარ? ვინ არის? ვაი, აქაურობა სულ წითელია. ნიკოლ, შენ ხარ? რას აკეთებ აქ? რას გულისხმობ? შენს გადასაჩენად მოვედი. შენ არ ხარ ძალიან კარგი ამოცანების ამოხსნაში. კარგი რა იცი ამ ამოცანის შესახებ? დღიურში იყო დაწერილი. რა უჩვეულო ადგილია? აქ არასდროს არ ყოფილა. მე ამას ვაფასებ, ნიკოლ, მაგრამ მე შემიძლია ამოცანების ამოხსნა დამოუკიდებლად. ვინ ხარ? მე მისი და ვარ. ჯობია შენ თვითონ მითხა, ვინ ახარ? ოჯახური კავშირები, რასაყვარლები ხართ? სახლში 4 კედელია, რომლებიც სამხრეთისკენაა მიმართული. დათვი დადის სახლში. რა ფერია დათვი? რა? ის მე მაქვს შეკითხვა, როგორ გავიგოთ რა ფერისაა დათვი? თქვენ გაქვთ 5 წუთი. ამას აზრი არ აქვს, როგორ მივიღოთ ფერი? გაქვს რამე იდეა? ნათქვამია რომ კედლები სამხრეთისკენ არიან მიმართული. ეს სისულელეა. მოიცა, ეს არის ჩრდილოეთ პოლუსი. ეს ნიშნავს, რომ მისი ყველა კედელი სამხრეთისკენ არის მიმართული. ისინი სამხრეთისკენ უნდა იყვნენ აუცილებლად. ზუსტად, ეს კი ნიშნავს ჩრდილოეთ პოლუსს. რა დათვები არიან ჩრდილოეთ პოლუსზე? თეთრი დათვები. Yes! ისევ მე ვარ, პასუხი იცით? ვიცით? დათვის ფერი არის თეთრი. ბევრი ვერ უკავდება ჩემს ამოცანებს. თავისუფლები ხართ, ამ ოთახის მეორე მხარეს ვეღარასდროს ნახავთ. Yes! დიახ, ჩვენ ეს შევძელით. ვაშა! გავიქცეთ გასასვლელისკენ. ისინი დიდხანს არიან იქ. ნერვიულობას ვიწყებ. Yes! ცოცხლები ხართ, ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ჩვენ როგორ ვინერვიულეთ თქვენზე. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თავარია სკოლაში ისწავლო, რადგან არასოდეს იცი, როდის დაგჭირდება შენი ცოდნა და ინტელექტი. და მოთახს რა ვუყოთ? არ მგონია რომ ეს იყოს ბოლო თავგადასავალი პარალელურ სამყაროში. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის ახსე ხართ. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყოთ და ლაიქებათ. ჩვენ წავიდეთ ნახვამდის. მეგობრებო, დღეს ჩვენ გავიგეთ ოთახის შესახებ, რომელიც ბავშვებს იტაცებს. ბავშვები პარალელურ სამყაროში მიხავს. ჩვენ გვაინტერესებდა, რამდენი გამომწერი იყო ჩამწყვეული ამ ოთახში. თუ თქვენ პარალელურ სამყაროში ხართ, მაშინ ლაიქის ღილაკს ციც ვერ დააჭერთ. უფრო მეტიც, აღსაც კი ვერ გამოიწერთ. ეს შეიძლება შემთხვევით მომხდარიყო. ამიტომ გამოგვიწერეთ. მიდით ახლავე.